მოგესალმებით, ძვირფასო მეფუტკრეებო, ძვირფასო გამომწერებო. დღეს პაპალიკოს საფუტკრეში ვიმყოფებით. როგორც იქნა გამოვიდა ნანატრიამინდები, ნანატრი მზე ამდენი ხანია მზე არ ყოფილა. თითქმის 2 კვირა უკვე და ამან ძალიან დაგვაგვიანა, მაგრამ არა უშავს. ჩვენ მაინც გამოვასწორებთ ამ ყველაფერს. დღეს ჩვენ საფუტკრეში უნდა ჩავატაროთ მკურნალობა. მკურნალობას რაც შეეხება, რას უნდა ვმკურნალოთ, ერთადერთი დაავადება, რაც გვაქვს, მოუშორებელი პარაზიტი, ვარუატოზი. ვარუატოზს დაუპირისპირებთ ბასვის ჭიანჭველმჟავას, რომელიც არის გერმანული უმაღლესი ხარისხის, არ შეიცავს არანაირ ქიმიურ მინარევს და არის ძალიან ძლიერი პრეპარატი. ალბათ ვინც იყენებს დარწმუნებული ვარ, ყველა კმაყოფილია, ვინც არ იყენებთ, გამოიყენეთ. ასევე დღეს მინდა გამოვიყენო მე ფლუაროლის ფირფიტები. არის ჩინური ფირფიტები, არის ნატურალური პროდუქტი, არ შეიცავს არანაირ ანტიბიოტიკს, არის ბუნებრივი ეთერზეთებით დამზადებული. ფუტკარაში გაუწიეს ძალიან დიდი რეკომენდაცია და მინდა გამოვცადო, ნამდვილად კარგია თუ არა. დღეს რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ ამ ყველაფრის ვიდეოს, გადავიღებთ. დღეს მე სტუმრად მეყოლება ბატონი ანდრია და ანდრია დამეხმარება ვიდეოების გადაღებაში და პატარა კადრებშიც ჩაგვერთვება და ერთად ვნახოთ რა შედეგებზე გავალთ, რას მოგცემს ეს ორივე პრეპარატი და როგორ შევებრძოლებით ვარუატოს. დარჩით ჩემთან ერთად, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება, დაკომენტარება და აბა წავედით, დავიწყოთ. როგორც გითხარით, დღეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენ მჟავები ჩვენი ფუტკრის დასამუშავებლად, ვარუატოსთან საბრძოლველად. მჟავების გამოყენების დროს აუცილებელია დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები. უსაფრთხოების ნორმებში რა მოიაზრება? უნდა გვეკეთოს აუცილებლად რეზინის ხელთათმანები ორივე ხელზე. იმიტომ რომ მჟავებმა შეიძლება კი არა, აუცილებლად დაგწვავს ხელს. აუცილებლად უნდა გავიკეთოთ პირბადე, ამ შემთხვევაში ეს პირბადე მაქვს, რადგან ცოტა სხვანაირი ტაქტიკით უნდა ვიმუშაო. მაგრამ კარგია თუ იყიდით რესპირატორს, რომელსაც ეცვლება ფილტრები და სპეციალურად მჟავებისთვის არის და დაბლოკავს. ეხლა მე ამ შემთხვევაში ბევრი არ უნდა ვისუნთქო ეს მჟავა. არ მომიწევს ბევრი მუშაობა, იმიტომ რომ პატარა ხრიკი მაქვს დამოღამებული. მაგასაც გაჩვენებთ. მაგრამ ვინც დამწყები ხარ და არ გიმუშავიათ მჟავებთან, იყავით ფრთხილად, გამოიყენეთ აუცილებლად რესპირატორი, არ დაზოგოთ ფული და იყიდეთ კარგი და ხარისხიანი. დავიკეთოთ ჩვენი პირბადე. ჩემს კამერამენს ვთხოვ, რომ ბატონო ანდრია, წამოიღეთ კამერა. კამერამენი წაგვექცა. მოკლედ. ეხლა. შეო, კაია. გვაქვს 10 მილიგრამიანი შპრიცი. ეს ასე, 2 შპრიცი მოვამზადე და ორ ოჯახს ახლა მე მივცემ სადემონსტრაციოდ ამ მჟავებს და მე უკვე დავამუშავებ დანარჩენებსაც. ეს ორი მინდა გამოვიყენო ამაორთქლებლით, რომელიც გამოიყურება აი ასე. აი მეგობრებო, ლისონის ამაორთქლებლებია, რომელიც ასევე ფუტკარაში შევიძინე. არის ესეთი.
ნახეთ. აი ესეთი კაფე აქვს შიგნით და აქვს მარეგულირებელი. მე ჩვენ ნებასურულზე გავხსნით თუ რამდენად უნდა აორთქლეს. 10 მგ-ზე რეკომენდირებულია რომ გაიხსნას სრულად, იყოს მთლიანად გახსნილი, რადგან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ხელმეორად დავამუშავებთ, ეს 10 მგ მარტივად აორთქლეს. თუ თქვენ არ გინდათ რომ მალე აგიორთქლეთ, რა თქმა უნდა ამას გახსნით ნახევარზე და დაელოდებით, მაგრამ 10 მგ არ ეყოფა. ეს კაფე, ალბათ ბევრმა იცით რაც არის, ეს იყიდება ყველგან, მაგრამ ნუ ამას მოყვება თავისი კაფე. ეს კაფე მარტივად იწოვს სითხეებს. ყვავილის მაღაზიებში ხშირად იყენებენ ამებს. და ნახოთ ერთი როგორ იმუშავებს. ფოთაშორის ეს არ გამომიყენებია არასოდეს. მინდა გამოვცადო, მაინტერესებს. აბა დავიწყოთ. მოკლედ ყველაფერი მზად გვაქვს, საბოლოებელი მზად არის, მჟავები მზად არის, ჩვენც მზად ვართ და დავიწყოთ. ვაიმე, რამდენია? კაი. აი. და შეგნითაც არის. შეგნითაც უნდა გავა. აღარ უნდა ვსო. აი მეგობრებო, ზედმეტი ჭრალების გარეშე მე და ბატონი ანდრია ახლა დავდებთ ამას კუთხეში. ცოტა მოვასუფთავოთ. ხელი დავქნე. კოკა. დავქნე ხალხს ხელი? ოჩახ. მოვასუფთავოთ ჩვენს ასაორთქლებელს. ხო, აუცილებლად ეს მხარე, აი ეს საით რომელიც ტრიალებს და არის ახსნელი, უნდა იყოს ზემოთ. ვიღებთ ჩვენ შპრიცს, რომელიც წეღარ მოვიმზადებთ. ძალიან მარტივია, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, სირთულეების გარეშე. და დავასრულებთ ჩვენს ღრუბელს. კურპელი. კურპელი მამიდან. ეთი მოკვდა. და ხოლმე ზებიო. შო. სულ ეს იყო. ეხა ახლო კადრს გაჩვენებთ. დააკვირდით. ღრუბელი დასვლა. ამაორთქლებელი მზად არის. და ვსო, რაღა დაგვრჩენია. ამოჯახს მეტი ხელი რო აღარ შევშალოთ. ხო, მე რადგან ერთი კვირის შემდეგ უნდა ჩამოვიდე, ამაორთქლებელს ტოვე ბოლომდე ღიას, რადგან მალე მოხდეს მისი აორთქლება. და ერთ კვირაში კიდე დავამუშავებ იგივენაირად. შო. ბატონო ანდრია, დავაფაროთ. თქოდ გაწიოთ თქვენი საბოლებელი. დამიჭიროთ კამერა, ან არ გინდა კამერა დავაბნოთ თავის ადგილას. გადი. 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 შო. ეთი თუ გამოვა. omelettes გავაკეთეთ, რა თქმა უნდა. ესეც ასე. სულ ეს იყო მეგობრებო. დავთანხმებით რომ ძალიან მარტივია, არ არის რთული და აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები, იმიტომ რომ მჟავა როგორც კი შეეხება თქვენსგანს, შეიძლება იმ მომენტში ვერ იგრძნოთ დამწრობა, მაგრამ როგორც კი გავა პატარა ხანი, მალევე დაგეწყებათ წვა და გაგირთულდებათ. ამიტომ დაიცავით ისევ თქვენივე უსაფრთხოებისთვის. აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე. პირბადის გარეშე არ იმუშაოთ, იმიტომ რომ რო შეისუნთქავთ ამ აორთქლებულ მჟავას,
არის ძალიან მავნებელი თქვენი ორგანიზმისთვის. ყოველთვის დაიცავთ უსაფრთხოების ნორმები. როგორც გითხარით და ნახეთ ჩვენს ვიდეოში მე და ბატონმა ანდრიამ ჯავასხით ჭიანჭველ მჟავა, ხო ბატონო ანდრია. ეხლა რა უნდა გამოვიყენოთ? ჩინური ფირფიტები. ანუ ფლუვაროლის ფირფიტები. ეხლა მე და ბატონი ანდრია დავიწყებთ ფირფიტებთან მუშაობას და მივცემთ ჩვენს ოჯახს. ხადოთ, ნახოთ აბა ბალიში ახადე ანდრია, ყოჩახ. Ой, რატო არის ჯიმე ერთი ხარით? ჰა? რა ვიცი, ვერ გეტყვი. ავხადოთ. ნერა, დამშვიდად დაწყნარად. იმიტომ რომ ფუტკარს არ უყვარს. სწრაფად სწრაფად მუშაობა, კი ბატონო. აი ნახე ბატონო ანდრია. აჯრობა მეთქი. ამ ოჯახში ბევრი ფუტკარი არ აყავს, ჩარჩოები ია ბევრი. შევა მე გამოვაცხადოთ ხო? ესენი? ამებს ჯერ არ უნდა იყოს. სამია. კაი, მიდი აცალე. მოდი ბატონო კოკო. მოდი ბატონო ანდრია, ჯერ ეხა არ გვინდა გახსნა. ეხა მივცეთ წამალი. მოდი ნახოთ. ისევა როგორ უნდა გავაკეთო? ეგენი უნდა ჩავდათ? ხო, აუ, მე ჩავდებ. შენ ჩადებ? ხო. ჩადეში. არ ვიცი როგორ ჩავდებ. გასწორ. აი ნახე. ესე? ხო, აი ეგრე ჩადე, აი აქ. აქ ჩადე. დაბუსადაც ხო, არის? ჩადე, ჩაუშვი. ხო, ბოლომდე არ ჩაუშვი. ამოწიე ცოტა მოწიე. აი ნახე. მე აი აქ ისე დავამაგროთ. ახლა მეორე. შო, მეტი აღარ უნდა. ამ ოჯახში ბევრი ფუტკარი არ არის. მეორე აღარ ჭირდება. ეხლა დავაფარ. ბევრი იქნებოდა. თუ ბევრი იქნებოდა, მე გვერდები. რა, არ უნდა, გვერდებს არ უნდა გაწმინდა თვითონ. მოდი მე გავაკეთოს გვერდები. მე გავაკეთოთ კი ბატონო. კარგი, ეს დავაფარეთ. ბადისი ბატონო გოგა. დიახ ბატონო ანდრია, დააფარეთ. ეხლა დავსახურე. დასახული. ბატონო ანდრია, ეს სანთელი რაც მოვაგროვეთ, ისევ გადმოდით აქეთ. რადგან ხელ შეგვიშლის ამ ოჯახთან მუშაობაში, ბატონო ანდრია. ცოტა გაჭმევ. გოგა. დაიჭირეთ თქვენი საბოლებელი. მიდი გახსენით ბატონო გოგა. მიდით. გავხსნათ. აბა. შვიდეთ და ნელა ამოვაცაროთ, ხო? ხო, შევაბოლოთ თან. შე გამოვაცაროთ და მე. ვაიმე. კანდიც სრულად ისებული გვაქვს. შეაბოლე. შეაბოლო. ხო. კაი. გინდა. ძალიან. მომავალს აუცილებლად გადავალ ამ კვებაზე. ძალიან კმაყოფილი ვარ. რომელ ოჯახებში გამოვიყენე კანდი ჟენშინის ექსტრაქტით. არ ვიცი. საოცრებები იქნება. არც აგრესია, არც გაღიზიანება,
იდეალურად დამშვიდებული ფუტკარია. გამოვიწევთ ბატონო ანდრია. ჩაუდოთ ფირფიტა. გადმოვიდა ერთი. ხო. ერთი ფირფიტა დავამაგრეთ. დავამაგროთ მეორე ფირფიტაც. რადგან ეს ოჯახი არის ძლიერი. შეგარეთ ეთყობა ძლიერი ფუტკარია. ბატონო გოგა. დიახ ბატონო ანდრია. შეგნითაც არის ბევრი. ანუ შევაბონოთ. ხო ბატონო გოგა? დიახ ბატონო ანდრია. დავაფაროთ ისევ საფარებელი. კაი, ეყო. შო. სულ ეს იყო. მე და ანდრიამ დავამთავრეთ ჩვენი წამლობა. ფლუაროლი პირველად გამოვიყენე. ნახოთ რა შედეგებზე გავა. ფიქრობ ძალიან პრაქტიკულია, ძალიან კომპაქტურია და ძალიან ბიუჯეტურია, იმიტომ რომ არის 20 ფირფიტა და 10 ძლიერ ოჯახს ეყოფა, 20 შედარებით სუსტ ოჯახს ეყოფა. ძლიერ ოჯახს ჭირდება, რომელიც 12 ჩარჩოს ფარავს, 2 ფირფიტა, ოღონდ დაიმახსოვრეთ მეგობრებო, რომ უნდა გააჩეროთ ერთი კვირა, მეტი არ შეიძლება, ეს კვირის შემდეგ უნდა ამოიღოთ და გაამეოროთ. მეორე დამუშავებისთვისაც. რა ვფიქრობ ძალიან კარგია, ფინანსურადაც მისაღები იქნება ბევრისთვის. რომ დარჩით ჩვენთან ერთად, გამოიწერეთ ჩემი და ბატონი ანდრიას YouTube არხი. მე და ბატონი ანდრია გადავიღოთ ბევრ საინტერესო ვიდეოს. ეხლა კიდე წავიდეთ და გადავიღოთ მჟავების ვიდეო, ნახოთ. გოგა შეიძლება საბუდია. კაი, გადავდოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. საფრენი არ იმასაკნა, მოდი გვერდიდან და აქედან დადექი. გავხსნათ. გავხსნათ, რა თქმა უნდა. ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ. ესა იყო. გადავანაწილეთ ეს. შო. ვაფარებთ ისევ. ბატონო ანდრია, დავაფაროთ ისევ ჩვენი ტილო. გვერდები გავაცოთ. ხო? აუცილებლად ტოვეთ, ბოლომდე გახსნეს. იმიტომ რომ ერთ კვირაში მე და ბატონი ანდრია ისე უნდა ჩამოვიდეთ და ერთ კვირაში ისევ იგივე პროცესი უნდა გავიმეოროთ. ეხლა კი ავაწყოთ. დააბრუნეთ თქვენი საბოლებელი თავის ადგილას. შემდეგ ბალიში. შემდეგ თავსახური. მე დავაფარე. სულ ეს იყო მეგობრებო. დაველოდოთ ამით ჩვენ. დაუპირისპირდებით ვარვატოსაც და ჭიანჭველის მჟავა ძალიან კარგად მოქმედებს ტროპილერაფსოზეც. საბედნიეროდ ჩემს საფუტკრეში ჯერ არ მაქვს ტროპილერაფსოზი დაფიქსირებული, მაგრამ აქტიურად ვატარებ ტესტებს, თუ კი დამიფიქსირდება აუცილებლად დავდებ და გადავიღებ ამაზე ვიდეოსაც. ტესტებსაც როგორ ვაკეთებ, მაგის ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ. დარჩით ჩვენთან ერთად, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ამიერიდან ბატონი ანდრიაც ჩვენთან ერთად იქნება ჩართული, ჩვენთან ერთად გადაიღებს ვიდეოებს და ხშირად იქნება ჩვენთან. ხო ბატონო ანდრია? ხო.
აბა რას მოგწონთ მეფუტკრეობა? ხო, რა მოგწონთ? ფუტკარები და თაფლი. კარგია, ფუტკრები და თაფლი მოწონს ბატონ ანდრიას. დაგემშვიდობებით, მე და ბატონი ანდრია. არ დაგაუწევთ ჩვენი YouTube არხის გამოწერა. და მე და ბატონი ანდრია გადავიღებთ ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს. აბა დროებით.